საქართველოს მთიან რეგიონებს ისევ სტიქია უტევს ღვარცოფმა თიანეთში 3 სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, საკარმი და მონაკვეთები, დახოცილია შინაური, ფრინველი და ცხოველი. უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც მიყენებულ ზარალს ითვლის. სოფელ შარახევის ცენტრში ღვარცოფი ამ დრომდე მოედინება. მეწყერმა გარესამყაროს თიანეთის რაიონის 3 სოფელი მოწყვიტა. გზის გაწმენდითი სამუშაოები დილიდან დაიწყო, თუმცა ძლიერმა ღვარცოფმა სპეციალისტებს მუშაობა გაურთულა. შარახევში ახლა მეწყერული მთის ბოლომდე ჩამოშლას ელოდებიან, რის შემდეგაც სოფლებთან დამაკავშირებელი გზის აღდგენა მოხერხდება. პრაქტიკულად შეუძლებელი იყო გუშინ გასვლა, იყო რამოდენიმე დაგუბება გაკეთებული. ჩვენი ინფორმაციით ეს რაც გამოიწვია და რასაც ახლა ჩვენ აქ ხედავთ, არის პირველი დაგუბების შედეგად მიღებული სიტუაცია. სოფელი შარახევი მეწყერულ ზონაში მდებარეობს. სტიქიამ დასახლებას გუშინ 3-ჯერ შეუტია. ყველაზე ძლიერი მეწყერი გამთენიისას ჩამოწვა. თითან წამოსულმა მიწამ საცხოვრებელი სახლები დააზიანა. 4 ოჯახი საკარმი და მონაკვეთის გარეშე დარჩა. რამდენიმე მოსახლეს კი შინაური ცხოველი დაეხოცა. ძალიან დიდი ზარალი მიაყენა სოფელს, მაგრამ აი ეს მდგომარეობა გუშინ და დღეს კი არ დაიწყო. ეს რამდენიმე ამ გაზაფხულიდან დიდი წვიმების შედეგად მოდის დაძრულია დიდი მთა და მოდის ნელ-ნელა მღრია წყალი და მოაქვს ცოტა რაოდენობით, მაგრამ გუშინ წვიმის შემდეგ წამოვიდა მთლიანი მთის ძირი მოწყდა და მოდის. ეს ძირი მე არ ყოფილა. მაგრამ ეს იგი არის მეწყერულ ზონაში, მე მთა ხდება და მოდის. აი ხედავთ ახლა რა მდგომარეობა არის ახლა. რა ვიცი კიდე კარგი რომ მაინც სოფლი არ არის. სოფელ შარახევში 25 ოჯახი ცხოვრობს. სულ რაიონში გარესამყაროს 50-მდე კომლი მოწყდა. უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს შეისწავლის და მეწყერით დაზარალებული სახლების რეაბილიტაციაზე იმსჯელებს. კომისია შექმნილია, დავიწყებთ რომ რამოდენიმე დღეში გვექნება ზარალი დათვლილი და იმის მიხედვით ჩვენ გავატარებთ შესაბამის ღონისძიებებს. თიანეთში სტიქიას ისევე ბრძვიან. რაიონში მეწყერული პროცესები სავარაუდოდ მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. სოფელ შარახევის, ფუჩკინტას და ლახატოს დამაკავშირებელ გზაზე სპეციალისტები მუშაობას ხვალ დილიდან გააგრძელებენ.